რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში კენჭისყრის პროცესი და სავარაუდოდ სწორედ ამ დროს შეიკრიბებიან ქართული ოცნების დეპუტატები იმისთვის რომ მხარი დაუჭირონ კანონპროექტს მანამდე კი ნახევრად სარეალ დარბაზში რამდენიმე წუთს გაგრძელდა განხილვა რომლის მიხედვითაც დღეს ქართული ოცნება ამბობს რომ აკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე პოლიტიკაში ყოფნას აუკრძალავს კონკრეტულ პირებს. სია როგორც პარლამენტის თავმჯდომარისგან გავიგეთ ჯერჯერობით ბოლომდე შემუშავებული არ არის ისევე როგორც ჩვენ ჯერჯერობით ასევე არ ვიცით თუ რამდენ ადამიანზეა ხელისუფლების გათვლა რომ მათ აუკრძალონ პოლიტიკაში საქმიანობა არჩევნებში მონაწილეობა თუ თანამდებობის დაკავება თუმცა ჩვენ დავინტერესდით რა არის რეალური მოტივი ხელისუფლების როგორ შეძლებენ ისინი კონკრეტული პირების თუ პარტიების აკრძალვით წინააღმდეგობის გაქრობას ქვეყანაში რომელშიც არიან ჩართულები საზოგადოების წარმომადგენლები რომლებიც ასევე ამ პარტიებს უჭერენ მხარს და არიან მათი ამომრჩევლები. თუმცა ქართული ოცნების განცხადებები დეპუტატები და თავმჯდომარეც ერთი და იგივე პოზიციას გვიზიარებენ. ისინი ამბობენ, რომ მათი რეალური მიზანია პოლიტიკა გაიწმინდოს იმ პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც ახლა არიან ოპოზიციაში და გზა გაეხსნათ ახალ პარტიებს. ქართული ოცნება სწორედ ასე ფუთავს მათ გადაწყვეტილებას. თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ პარტიებს თუ ვინ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული, ამაზე ისინი მოიაზრებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ასე ახასიათებენ ყველა ოპოზიციურ პარტიებს, ვინც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახა და მიიჩნევენ, რომ სწორედ ისინი მიუხედავად განსხვავებული ტაქტიკისა, ერთნაირად მოქმედებენ ქვეყნის წინააღმდეგ. ვინ დაწერს ამ სიას? საჩელის ავტორები, ჩვენ პარლამენტის წევრები. და ვინ იქნებიან ამ სიაში? მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები თუ მაგალითად მათ შორის თქვენი ყოფილი წევრები, ვინც ახლა ოპოზიციაში არის? იხილავ თქვენ, ოდესაც საჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პარტიებს ყავთ თავისი ამომრჩევლები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს. წინააღმდეგობა გაქრება მათი? მთავარი არსი არის ერთი რამ, რომ ოდესაც არსებობს პარტია, რომელიც არ ღვევს კონსტიტუციას და მოქმედებს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, თავდაცვითი დემოკრატიის არსი ამაში მდგომარეობს და დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას ექსტრემისტული, რადიკალური და კონსტიტუციის დამღვევი ორგანიზაციებისგან, მათ შორის პარტიებისგან. კანონში წერია კანონპროექტში, რომ ამ პარტიებთან, გაუქმებულ პარტიებთან დაკავშირებული პირები და საკმაოდ ზოგადი ცნება, ან დაკავშირებას ვინ განსაზღვრავს? ერთი რომ სასარჩელო მოთხოვნაში იქნება ჩვენი ავტორების ხედვა, ვიზე ვფიქრობთ, რომ ეს კონკრეტული ინდივიდები არ უნდა იყვნენ ჩართული პარტიულ საქმიანობაში და შესაბამისად მათ შორის მაღალი თანამდებობები არ უნდა ქონდეთ, არჩევითი თანამდებობები არ უნდა ქონდეთ და მსჯელობს და განსაზღვრავს შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ იმას ვუყურებთ, თუ ვის ჰქონდა ან აქვს გავლენა პარტიის გადაწყვეტილებებს. თუ პოლიტიკაში ყოფნას აუკრძალავთ, ამით წინააღმდეგობას გააქრობთ, რა მიზანი აქვს თქვენს გადაწყვეტილებაში? რაც არსებობს, თუნდაც ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან. 15 კაციან პარტიი, 15 კაციან პარტიი. ხელშეკრულებული მოსდარგია, ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთას. მაგალითად, თქვათ, აკრძალეთ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ყოფნა პოლიტიკაში. ამით აკრძალავთ წინააღმდეგობას ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების პოლიტიკაში. როდესაც პოლიტიკური ველიდან გაქრებიან ის პარტიები და ის აქტორები, რომლებიც ეწევიან მავნებლურ საქმიანობას, საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ, კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებენ. მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ველი გამოთავისუფლდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ შეივსება ისეთი ჯანსაღი ახალგაზრდებით, რომლებიც დღეს პოლიტიკაში ფიზიკურად არ შემოდიან იქიდან გამომდინარე, რომ ამ რადიკალურ პარტიებს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება უცხოეთიდან და ბუნებრივია ამ კანონპროექტის კანონად მიღებას პარლამენტში ხელს არავინ უშლის და წინააღმდეგობის გარეშე რამდენიმე წუთში მოხდება კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პლენარულ დარბაზში. განხილვა კი რამდენიმე წუთს გაგრძელდა არჩილ გორდულაძეა ერთ-ერთი მთავარი ავტორი ამ კანონპროექტისა, რომელსაც მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუსვა კითხვა ლადო ბოჟაძემ და ლადო კახაძემ. კითხვები კი შეეხებოდა კანონპროექტს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ვადებს თუ რაბადით შეეძლებათ რაბადით იქნება მათი პოლიტიკური საქმიანობა აკრძალული. შეგვიძლია მოვუსმინოთ იმ ფრაგმენტებს, რაც რამდენიმე წუთის განმავლობაში განვითარდა სხდომათა დარბაზში.
ეს ქვეყანა ჩვენი არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, მათ შორის ამ პასპორტით ქართველებისაც არის, მაგრამ სამწუხაროდ იბრძვიან და ყველაფერს აკეთებენ ამ ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, დემოკრატიის ჩამოსაქცევად და სუვერენიტეტის დასაზიანებლად. ამათგან გათავისუფლდება და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები შეძლებენ პოლიტიკაში ჩაერთონ. ჩვენ ვხედავთ, რომ გაჯერებულია რეალურად ღალატის ფორმულა ადამიანებისგან მთელი პოლიტიკური ოპოზიციური ველი. რა თქმა უნდა, გარდა გამონაკლისებისა, მაგრამ აქ გულისხმებიან იმ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებული პარტიები, რომლებიც რეალურად არც პარტიები არ არიან, ისინი შექმნილი არიან ფურცელზე მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის პატრონების დავალებების შეასრულონ და იბრძოლონ ქვეყნის დასაქცევად. ყველას ყურის გასაგონად ვამბობ. და თუ გიუდათ ახალი პარტია არ შეასრულებს ამ კონსტიტუციურ ნორმას, თვითონ გახდება თუ არა საფუძველი ამ პარტიის მოხსნისა რეგისტრაციით. თუ პარტია ჩასვავს და მიიღებს სიასი ჩასვის გადაწყვეტილებას, ეს იქნება სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და შესაბამისად სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც სასჯელის სახით ჯარიმას ითვალისწინებს, ამოქმედება ამ პარტიის მიმართ. ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს 2013 წელს რომ მიიღო და მეწერეთ ახლა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ იქნებოდა და ალბათ თქვენ სამაში მეთანხმებით, მაგრამ როგორც ითქვია ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ადამიანებს აეგზალებათ პასიური საარჩევნო უფლება რაიმე კონკრეტული ვადით, რომელიც დაუშვათ საარჩევნო ციკლებზე იქნება მიმული თუ აეგზალებათ სამუდამოდ. ადოლფ ჰიტლერს რა ვადით შეიძლებოდა აკრძალვოდა პარტიის დაფუძნება. რა თქმა უნდა უვადოთ, ხო, იმიტომ რომ არასდროს ადოლფ ჰიტლერი თავის ზნეს არ შეიცვლიდა. ეხლა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებული რეალურად ნაცისტური განცხადებების გამკეთებელი პირები, როგორც ადოლფ ჰიტლერი არ შეიცვლია თავის ზნეს, ისე არ შეიცვლიან ეს ხო დაპირება, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ 1 წლის წინ გასცა და მათ შორის ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი და ქართულმა ოცნებამ ამ წლიდან უკვე დაიწყო ამ გეგმაზე მუშაობა და მათ შემდგომ თქვეს, რომ ოპოზიციურ პარტიებს მისცემდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და ამის შემდგომ მოხდებოდა უკვე სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. სწორედ ამ ეტაპს გადის ახლა ქართული ოცნება. ისინი რამდენიმე წუთში პირველი მოსმენით მიიღებენ კანონპროექტს პარლამენტში, კვირის ბოლომდე ეს კანონპროექტი კანონად იქცევა და შემდგომ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში შევა ქართული ოცნების სარჩელი, რომლითაც ისინი მოითხოვენ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და ამ სარჩელს ასევე თან დაერთვის პოლიტიკოსთა სია, რომელსაც ქართული ოცნების აზრით უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში საქმიანობა, არჩევნებში მონაწილეობა თუ თანამდებობის დაკავება. უფრო მეტი ამ სიის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ეს სია ქართულ ოცნებას გასაიდუმლოებული აქვს.